დიაცი არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქალებს მუსიკაში. სიტუაციიდან გამომდინარე მივხვდით, რომ მუსიკაზე ლაპარაკი ცოტა უკვე არ რელევანტური, ანუ სამწუხაროდ დრო აღარ დაგვრჩა მოკლედ მუსიკაზე ლაპარაკოთ და მაგიდან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ რადგან პლატფორმა გაიზარდა და რადგან ჩვენი აზრი გაგვაჩნია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობს ახლა ქვეყანაში, გავწყვეტთ, რომ რაღაცა განცხადება უნდა გავეკეთებინა. მოგვივიდა იდეა კომპილაციის, რომელიც ეს იდეა მუდმივად არსებობდა და უფრო გვინდოდა რომ რაღაცა უფრო ბედნიერ გარემოში გავაკეთებინა ეს კომპილაცია ქალებთან ერთად, მაგრამ მივხვდით, რომ ახლა იყო საუკეთესო დრო ამის გაკეთების, იმიტომ რომ იქნებოდა ეს კარგი განცხადება. კომპილაციას რაც შეეხება, კომპილაციის სახელი არის ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ. კომპილაცია აერთიანებს 29 ტრეკს, მაგრამ 31 არტისტს, არიან სულ ქალები და დიაცები. სრულად ეს ალბომი, ამ ალბომიდან უფრო სწორად შემოსული თანხა, რაც ბენდკემპზე არის ატვირთული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ იყიდოს, სრულად მოხმარდება სხვადასხვა ფონდს, რომელიც გააძლიერებს მიმდინარე პროტესტებს. როცა მივიღე შეთავაზება, რომ ამ კომპილაციაში მონაწილეობა მიმიღო, მაშინვე დავთანხმდი, იმიტომ რომ პირველ რიგში დიაცი აკეთებდა, მერე იმიტომ რომ აქციებზე დგომის გარდა მომეცა საშუალება, რომ ჩემი პროტესტი სხვაგვარად გამომეხატა და ის რომ ამ ალბომიდან გაყიდული თანხა პროტესტის საჭიროებებს ხმარდება, ჩემთვის ეს ძალიან დასაფასებელია. ამ ალბომში შედის ჩემი ტრეკი, რომელიც 4 წლის წინ დავწერე, პროდიუსერი არის ნიკა ფასური და ამ ტრეკს ქვია ნიდი. ეს ტრეკი არის საერთოდ ქალების როლზე ჩვენ სოციუმში და ის თუ რა სირთულეებს ვუმკლავდებით და რისი გადალახვა გვიწევს ყოველ დღე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ძალაში შემოიღო ანტი-LGBT კანონი, მგონია, რომ ეს ტრეკი ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ზუსტად იმას უსვამს ხაზს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს და გამოხატოს თავი ისე როგორც უნდა რომ გამოხატოს. ის ფორმატი კომპილაციური ალბომის ველოსპედის გამოგონება არ არის, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მეგობარი კოლექტივი Women of Noise პოლონელები არიან, რომლებმაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაიწყეს თავიდან და მასში ერთ-ერთი ჩვენი დიაციც მონაწილეობდა კერენი, რომელიც დღეს პირველივე დღიდან ზუგდიდში არის, იქ ცხოვრობს და იქ იბრძვის და ასევე იყო პალესტინის კომპილაცია. ჩვენც გადავწყვიტეთ, მოკლედ რომ კომპილაციური ალბომის საშუალებით ამ ქალების ხმა უფრო გაგვეშღერებინა. იმის გარდა რომ მონაწილეებმა ტრეკები გამოგვიგზავნეს, ზოგმა უკვე არსებული, ასევე ორმა არტისტმა, გაბის კირიამალიამ და სნეილმა, თამარა ჩუმაშულმა გამოგვიგზავნეს ტრეკები, რომელიც უშუალოდ პროტესტის შემდეგ იყო დაწერილი. გაბის კირიამალიას ტრეკი არის voice over-ზე დაფუძნებული და ეს ხმა ჩაიწერა აქციაზე, პირველ აქციაზე, რომელიც იყო პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ და ეს იყო სწორედ ის მსვლელობა, რომლის დროსაც პირველად აქციაზე შემოვიდა პერკუსიები და იყო შეძახილები. თამარას ტრეკიც ჩაიწერა ერთ-ერთი დარბევის შემდეგ, როდესაც აქციაზე დარბევის დროს მონაწილეები მღეროდნენ შავლეკოს და როდესაც სახლში დაბრუნდა, ამ ინსპირაციით დაწერა ტრეკი, რომელსაც ქვია შავლე გოგო. მე ვარ თეკლა, იგივე Purple Flame. ვარ მუსიკოსი, ფილმეიკერი და ყველაფერი ამასთან ერთად ვარ აქტივისტი. და რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე, რომ ეს აქტივისტური ჩემი მხარე, ვცდილობ რა ეგრე გამოდის, რომ ყველგან ჩართულია ხოლმე იქნება ეს მუსიკა, მუსიკის პროდიუსინგი თუ DJ სეტი თუ რაღაცა ფილმის, სულ რაღაცა სოციალური საკითხების ირგვლივ და იმ პრობლემების ირგვლივ საუბრობ, რაც დღევანდელ საქართველოში არის განსაკუთრებით. ჩემი მუსიკალური განვითარებაც რაღაც მაგ მიმართულებით მოხდა და ძალიან გამიხარდა, რომ დიაცმა ეს კომპილაცია გააკეთა, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდში განსაკუთრებით ისმოდეს ქალი არტისტების ხმა. ჩემი ტრეკი აერთიანებს ამერიკელი აქტივისტის ფრედ ჰემპტონის და მერაბ კოსტავას სიტყვებს, სადაც ფრედ ჰემპტონი ამბობს, რომ you can jail a revolutionary, but you can't jail revolution. და რაღაცნაირად ეს ტრეკიც მიუძღვენი მაშინ ჯერ კიდევ რამდენიმე პოლიტპატიმარი გვყავდა და ამ პოლიტპატიმარებს მიუძღვენი მე ეს ტრეკი. ხოლო მერაბ კოსტავას სიტყვებიც ვახსენე. რაღაცნაირად მინდოდა რომ მოტივაცია ყოფილიყო ჩემთვისაც და სხვებისთვისაც თუ ვინმე მოусმენდა რომ
მე რეკოსტავ ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ახლა უკან დახევა აღარ შეიძლება, არამედ პირიქით. ეგ სიტყვები გახდა ჩემი რაღაცა მომდევნო 2 თვის სლოგანი. მოხარული ვარ, რომ მეც ვარ მონაწილე ამ ალბომის, რომელიც ახლა ალბათ იყო რაღაცნაირი ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ისეთი ბუნებრივი და სიყვარულით სავსე გამოძახილი, რომ მართლა ვისაც რა შეგვიძლია იმას ვაკეთებთ და მე პირადად უკვე მზად მქონდა ჩემი ტრეკი, რომელსაც ქვია საჭე. არის ქართულად თვითონ ტექსტი ამ სიმღერის და მაგიტო ეგრევე მივხვდი, რომ მინდოდა რომ რაღაცა ქართული გაჟღერებულიყო. ძალიან უცნაური არის რამეზე საუბარი, მით უმეტეს ხელოვნები და რომ გამოდიხარ, ეხლა თან პირველი რაც ვიფიქრე, რომ აი მუსიკაზე დავიწყო, როგორ გავაკეთე, რატო გავაკეთე სიმართლე რომ თქვა, არც მახსოვს რა და როგორ იგებოდა, მაგრამ ზოგადად შემოქმედება გახდა ძალიან რთული აღსაქმელადაც და მონაწილეობის მისაღებადაც და ვართ რაღაცნაირ ინტუიციურ რეჟიმში, რომ უბრალოდ ყველაფერი გავცეთ. ცოტა ხნის წინ მქონდა ლაივი და ისე ვინერვიული მართლა, მაგრამ პირველად არ ვინერვულია მე მგონი ეგრე, იმიტომ რომ მომიწია შესავლის გაკეთება. ანუ ვეღარ შევძელი მხოლოდ ჩემი შემოქმედებით რაღაცის თქმა, ეს გახდა შეუძლებელი, გჭირდება რაღაცის პიროვნულად თქმა, ანუ აღარ ხარ მარტო მუსიკოსი, ან მარტო მსახიობი, ან მარტო ხელოვანი, ვეღარ ხარ, ანუ პროფილი გეცვლება მთლიანად. პირველ რიგში ხარ პროტესტის მონაწილე დღეს და მერე ხარ უკვე ის, ვინც ხარ პროფესიით თუ არა პროფესიით, რასაც აკეთებ, რა მნიშვნელობა აქვს.